სოციალურ ქსელში ანონიმური ბოტის, ფსევდონიმით ჯონათან ჯონის, პოსტი მკვლელობიდან მალევე გამოჩნდა. ამის შემდეგ დაიდო საქმე, რომელშიც გაჩნდა პოლიციელ რომიკო გოგიაშვილის პატაკი, რომელიც სრულად იმეორებს ანონიმური Facebook ბოტის, ჯონათან ჯონის პოსტს და რომელსაც სრულად ეყრდნობა პროკურატურის ბრალდება. საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად კრძალავს ბრალის დაფუძნებას ანონიმურ წყაროსა თუ ოპერატიულ ჭორზე. პოსტის შინაარსის გადმოტანა ბრალდებაში ეს არის სამართლებრივი ნონსენსი.